ჯურფასო სვენელებო, დღეს მე თქვენ შემოგთავაზებთ არხი პორტალ Новый мир ვიდეოს სადაც საუბარია ეფშტეინის კუნძულის საიდუმლოებებზე და საერთოდ თოთოდათ ყველაფერზე. წამყვანი ამარხისა არის სვეტლანა პეტროვა და სტუმრად ყავს კონტაქტორი ნატალია დიაჩენკო, რომელიც არ ჩამორჩება მისი წინასამეტყველური და საერთოდ ადეკვატური და სწორი ნათქვამით საერთოდ თავისი აზროვნებით არ ჩამორჩება იმათ, ვისაც მე უსმენ და თარგმნი. ამიტომ მე გადავწყვიტე ეს ვიდეო გადამეთარგმნა, თქვენთვის წარმედგინა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ საუბრობს. ეს ვიდეო არის დიალოგში და სხვაგანაც არ გამოვა. მას დავიტყოთ წამყვანი. მე წამყვანის სახელს არ ვიტყვი წამყვანს, რომ მიხვდეთ თუ ვინ როდის საუბრობს და როდესაც პასუხობს ნატალია დიაჩენკო, ვიტყვი მხოლოდ სახელს. მას დავიტყოთ. წამყვანი უფრო ხშირად საუბრობენ ბნელი და ნათელი ძალების დაპირისპირებაზე. ეს მეტაფორა თუ რეალური პროცესი, ეკითხება წამყვანი. ნატალია დიაჩენკო მილიონი სუპერ უნარებით ექსტრასენსების კურატორი. ხო, ეს რეალური პროცესი არის, ეს ძალიან ძველი პროცესი არის. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ნამდვილი ომი, რომელიც 2026 წელს გადავიდა ცხელფასაში. ომი მიდის ყველა პლანზე, ფიზიკურზე და წვრილ პლანებზე. ხო, აი რასაც ახლა თქვა ნატალია დიაჩენკო, ამას დიდი ხანია ამბობენ ასეთი კონტაქტორები, როგორც არიან ისმაილ პერეზი, ნოვა, ეს არის კიდევ მეორე ლილინოვა, ამერიკელი, რომელსაც მე ხშირად თარგმნი ხოლმე. ეს არის ლეტალია, точка глубокого погружения, ეს არის პანდორა რევიზიონი, ანუ კატია, ეს არის არხი ალიონა ბრეგინია და ბევრი სხვა, რომელსაც მე უბრალოდ ვუსმენ და ხანდახან თუ გადავთარგმნი და ბევრი ამას ამბობს, რომ ეს ფიზიკურ დონეზე კი როგორც ომი არის წარმოდგენილი, მაგრამ სინამდვილეში წვრილ დონედან რომ გადმოხედო, წვრილი დონის გადმოსახედიდან, აქ სულ სხვა მიზეზებია და სულ სხვა სიტუაცია. წამყვანი, ჩვენ ვხედავთ ბევრ ამას, რაც ხდება სამყაროში. ეს უფრო პოლიტიკაა თუ სხვა ძალები მართავენ ამ პროცესებს. ნატალია დიაჩენკო, ჩვენ რასაც ვხედავთ, არის პროცესების ფინალი, პროცესების ფინალური სტადია, რადგან სანამ რამე მოხდება აქ, ეს ყველაფერი ხდება წვრილ პლანზე, რადგან ეს არის იმ ომის ანარეკლი, რაც წვრილ პლანზე ხდება. ახლა მე თქვენ აგიხსნით თუ ეს რას ნიშნავს. აი მე ამ თემაზე ზუგდიდში საერთოდ ზოგადად მე ღიად ვარიდებ თავს ამ თემაზე საუბარს. ხანდახან თუ განჩებით ვიტყვი ხოლმე, როდესაც პოლიტიკაში დავდივარ გამოკვლევებზე ან სადმე მომიწევს საზოგადოებასა და საზოგადოება იკრიბება ხალხი, მასა ხალხისა. ახლა პირდაპირ ვერ იტყვი, მაგრამ
რაღაცეები რაღაცეებს საუბრის დროს ვაპარებ ხოლმე. ხო და ზოგადად არ ვიცი ახლა უმრავლესობა ფიქრობს ასე თუ მხოლოდ იმერთმა ადამიანმა თქვა შეიძლება ყველა სხვადასხვა რამდენი ადამიანი იმდენი აზრი. რაც ნიშნავს რაც წვრილ დონეზე ხდება ფინალად გადმოდის ფიზიკურ პლანზე. აი რასაც ხოლმე მე ვამბობ, რომ ადამიანი ფიზიკური სხეული ავატარი არის მეორადი. მე არ გულისხმობ აქა ჯოლტან სათმოს ან რამე ნახმარ ნივთს ან მეორედ მანქანას ან მეორედ სახლს. არა. რას ნიშნავს ამ შემთხვევაში რომ ავატარი არის ანუ ფიზიკური სხეული ბიოლოგიური არის მეორადი. ეს იმას ნიშნავს რომ ეფირული სხეული პირველადი არის ეფირული სხეული. კი, რაც ხდება წვრილ დონეებზე, ეს ყველაფერი გროვდება, აი მაგალითად, ეფირულ დონეზე. ეს ნელ-ნელა მატერია იზრდება, ჯერ ასროვნულად ჩონჩხად შეიქმნება, შემდეგ ფენოვანი ყველივით ერთმანეთს ედობა ერთი მეორე მესამე ფენა წვრილი სხეულებისა და საერთოდ ეს რაც ეხება ადამიანს და რაც ეხება საერთოდ მოვლენებს, ეს ჯერ სივრცეში იქმნება, ეს მერე დიდდება, იკვებება, თუ ხალხი ფიქრობს ამაზე, მერე ეფირულ სხეულზე გადადის და ეფირული სხეულიდან გადადის ფიზიკურ, უბრალოდ ადამიანის დროს კი ეფირულ სხეულზე, მაგრამ ეფირულ სივრცეში გროვდება ეს ასე ვთქვათ ნიმუშის სახით თავარი ნიმუშის სახით ჩამოყალიბდება ეფირული დონეზე, რაც არ უნდა იყოს, შემდეგ უკვე მატერიალიზდება ფიზიკურ სამყაროში. ხო. და ყოველთვის მე როდესაც ვამბობ რომ ადამიანი ერთჯერადი მაპატიეთ მეორადია და ეფირული სხეული ერთჯერადი, ეს კიდევ უბრალოდ ჩვენ რომ ხედავდეთ წვრილ დონეს, ეს მტკიცდება აგრეთვე, ახლა ჩვენ ვერ ხედავთ რა ხდება მაგალითად დონორობის დროს, როდესაც სხვის ორგანოებს გადაუნერგავენ რეციპიენტებს, დონორების ორგანოებს, გადაუნერგავენ რეციპიენტებს. ამ დროს წვრილ დონეზე რა ხდება? დონორის სული ვერსად ვერ მიდის, რადგან სული მიჯაჭვულია ეფირულ სხეულს, აი მე უბრალოდ მაგალითს მოგიყვანთ. უბრალოდ არა ეს, მაგრამ მაინც რომ გაიგოთ. და ადამიანი საერთოდ როდესაც წყდება ვერცხლისფერი ძაფი და რობერტ მონროს აქვს ნათქვამი რომ ადამიანს აქვს 4 ვერცხლის ძაფი, რითაც ის დაკავშირებულია თავის წვრილ სხეულებს, მით უმეტეს უფრო ეფირულ სხეულს. როდესაც ადამიანი კვდება და სული მიჯაჭვულია ეფირულ სხეულს, ასტრალური სხეული კი მიჯაჭვულია ეფირულ სხეულს და ეფირული სხეული ძაფებით მიჯაჭვულია ფიზიკურ სხეულს, ავატარს. როდესაც ადამიანი კვდება, სული ვერსად ვერ წავა, თუ ეფირული სხეული არ გაწყვეტავს თავის კავშირს ფიზიკურ სხეულთან, ანუ ავატართან. და როდესაც ხდება გადანერგვა დონორის ორგანოსი რეციპიენტზე, რეციპიენტი ეს ისა, ვისაც უნერგავენ, საერთოდ რეციპიენტი არის ის პიროვნება, ვისაც ან კურნავენ, ან უნერგავენ, ან კიდევ რაღაც პროცედურებს უტარებენ. და პაციენტი რა, მაგრამ ამ შემთხვევაში რეციპიენტი. და როდესაც უნერგავენ სხვის ორგანოს, იმ დონორის სული სანამ ერთი ორგანო მაინც არის ცოცხალი, ერთი ჩხილი მაინც, თითი მაინც გადაურჩა
და გადაუნერგდა ვიღაცას დონორი სული ვერსად ვერ მიდის, რადგან ეფირული სხეული სულთან ერთად მიჯაჭვულია ამ ორგანოს, გადანერგულ ორგანოს. მე ამაზე მაქვს თემა, ვიდეო ორჯერ ჩავწერე, ერთხელ წერილობით, მეორე სიტყვისა მე საუბრობ, არის ასეთი ვიდეო დენა, რომელშიც ხსნი მე ამ პროცესს. და ორივე სული იღუპება. ჩვენ წარმოდგენას კი არ გვაქვს, ვისაც არ ესმის. ამ ყველაფრის წარმოდგენას კი არ აქვთ, მაგათ თუ რამხელა შეცდომებს ჩადიან ცხოვრებაში. ხო, და მე არ დამთავრები, ახლა სხვაზე გადავერთე. რომ თქვი, არაო, მე ვარო პირველადი. მე ვცხოვრობ ერთჯერ და ეს ბოლო ცხოვრება არისო, რომ მოხდება, მე არაფერი არ იქნებაო. საკურველი ასეთ ადამიანებს ვერაფერს გააგებინებ. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. ხო, რაც შეეხება ომებს. მე ვთქვი, რომ უბრალოდ ნატალია დიაჩენკომ თქვა, რომ ეს ომები, რომელიც ფიზიკურ პლანზეა, ჯერ არის წვრილ პლანზე. ამაშიც ვეთანხმები და რატო? მე რო ვახსენებ ხშირად საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებს, ეს კოსმოსური საიდუმლო პროგრამები ხდებოდა იქ, იმ ქვეყნად. სერიოზულად გეუბნებით, იმ ქვეყნად. ჩვენ ხო ვაბოთ ამ ქვეყნიერი და იმ ქვეყნიერი ხოლმე ხანდახან. აი ზუსტად ეს ყველაფერი, ეს იმ ქვეყნიერი, რაც იმ ქვეყნიერად ხდება. ეს ასტრალი იქნება თუ სხვა კოსმოსური სივრცე, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენი სულები, ჩვენ ვართ იქედან მოსულები. სულები. აგრეთვე იმ ქვეყნიერად, იმ ქვეყნიერის ქვეშ იგულისხმება ასტრალური სივრცე. და პირდაპირ გაგებით. პენი ბრელი ყვებოდა. ახლა მე რადგან ამ თემას შევეხე, მოდით მე მინდა უბრალოდ თქვენ აგიხსნათ დაწვრილებით. თუ რა ხდება წვრილ დონეზე და რა კავშირი აქვს წვრილ დონეს და ფიზიკურ დონეზე გამოვლენილ მოვლენებს. პენი ბრელი ყვებოდა, რომ იქო კოსმოსში, როდესაც ჩვენო ეს ხო შტურმანად მუშაობდა, გერმანელებმა გასადეს 6 წლის შემდეგ. დაამთავრებიეს სკოლა სიღრმისეულად, რაც ჭირდებოდა განათლება მისცეს ყველას, იქ ვინც სწავლობდა და პენი ბრელის ნათქვამი, რომ იქო სივრცეში, როდესაც ჩვენო გადავდივართო ერთი სივრციდან მეორეში, ანუ კარიბჭეებს გავდივართო, ის ადგილი იქ ბინადრობენ ჩვენი წინა ვინც ჩვენ ცხოვრებაში ვინმე იყო წინაპარი, ვინც იყო. ახლა არ აგერიოთ, არის მიწიერი სულები. ახლა მე თქვენ ვერ აგიხსნით, თუ მიწიერი სულები საიდან კი, იმას კი გეტყვით, რომ მიწიერი სულები იმის ნიშნავს, რომ დედამიწაზე იბადებიან, მაგრამ მე კიდევ არა ვარ გარკვეული იმაში, თუ რატომ ეს მიწიერი სულები საიდან მოდიან. მიახლოებით ვიცი მხოლოდ, რომ იმისით, რომ სხვა სამყაროში დაიბადო, შენ რაღაც პერიოდი უნდა რამდენიმეჯერ გაიარო მიწიერი ცხოვრება. უნდა დაიბადო, მოკვდე და დაიბადო ისევ დედამიწაზე. აი ეს ვიცი მხოლოდ. და ამის სხვა შემიძლია და სხვათა შორის მიწიერი სულები ვერ ეხმარებიან დედამიწას აღმავლობაში. აღმავლობაში თუ ვინმე ეხმარება, ეს არიან მაღალი დონიდან ჩამოსული სულები. წარმოგიდგენია თვითონ ანგელოზებიც კი, არქანგელოზებიც კი. იბადებიან აქ, რომ დაეხმარონ დედამიწას თავისი ვიბრაციებით. ხო, ეს მაქვს ერთ-ერთ პანდორას ვიდეოში კიდე გადათარგმნილი. ხო, ძალიან რთული დასაჯერებელია რა საკურველია ეს, მაგრამ პენი ბრელი თქვა, იქანეო ჩვენო, ვინც კი ყავდაო ახლობლები, ვინც გარდაიცვალაო, ყველა ისინი იქანე გაფიქრებაც, აი რამეს რო გაიფიქრო, ხელად მატერიალიზდება და ხელად თქვენ წინაშე წარსგება.
რასაც გაიფიქრეთ, ის წარსგებაო. და ამიტომ არაფერს არ უნდა იფიქრო, როდესაც ფრენას ვაწარმოებთო. ხო. შემდეგ. ხო, რაც შეეხება ომებს, ომები მართლა ტარდება, ხომ ტარდება გალაქტიკური ომები, რამდენჯერ ახსენა პელესმა და სხვა კონტაქტორებმა, მეც ბევრჯერ მithქვამს, რომ იქანე სანამ გალაქტიკაში სიმშვიდე დამყარდებოდა იყო ომები. და ეს ომები როგორც ეკო, როგორც ანარეკლი ჩვენც შეგვეხო. ხანდახან გსვენიათ ალბათ ქუხილის ხმა ჭექას გარეშე და წვიმის გარეშე, ხო? გსვენიათ. აი ეს არის ის ეკო, ის ანარეკლი ბრძოლებისა ზოგჯერ ორბიტაზე ხდება ბრძოლები. როდესაც ორბიტაზე ხდება ბრძოლები, შეიძლება რაღაცა ჩამოვარდეს ან ჩამოცვინდეს, ან ზოგჯერ ორბიტის დედამიწის ზედაპირზე მოცილებით, მოშორებით ხდება რაღაც ბრძოლა. ამ დროს ჩვენ ქუხილის სახით გევულობთ ამას ყველაფერს და ერთეული, ორეული ბრძოლები ყოველთვის არის. იმიტომ რომ სხვაგვარად ომის დამყარება შეუძლებელია, მშვიდობის დამყარება შეუძლებელია. მე თქვენ ერთ-ერთი ვიდეო გადაგითარგმნეთ ალიონა ბრეგინასი, სადაც ის წერს პლანეტა ცერერაზე, ნაიომნიკების პლანეტა, დაქერებული მკვლელების პლანეტა, სადაც იქ მოსახლე კი ცხოვრობს რუხი ფერებშია ყველაფერი, მოსახლეობაც რუხი ფერისა, მაგრამ იქ სკოლა არის სპეციალური ამ დაქერებული მკვლელებისა, რომ ყველა უფრთხილდება კარმას. ამიტომ ხოლმე კარმის შემოვლით აგვარებენ ამა თუ იმ საქმეს. კარგით, მოდი ამაში არ ჩავედიოთ, გავაგრძელოთ ახლა. და ეს ხო, ამის თქვა მინდოდა. ახლა ბევრს საუბრობენ ეპშტეინის ფაილებზე. ჩემთვის საინტერესო იყო გამეგო რა მოხდა. რომ ქვეყნის ძლიერმა ხალხმა, ლიდერებმა მოახერხეს ამ კუნძულზე მოხვედრა და მე ვხედავ, რომ ეს მოვლენა მოაწყო ბნელ ძალებმა. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ იმათ შორის, ვინც მართავს ფინანსურ სისტემას, არიან რეპტილოიდები. შეიძლება ითქვას იყვნენ. რეპტილოიდები არიან სხვა რასის წარმომადგენლები. მე მათ ხო, ამას ამბობს ნატალია. მე მათ მივაკუთვნებ ბნელ ძალებს. ისინი განსახიერდებიან ადამიანის სხეულში, მაგალითად ადამიანები არ არიან. რაც შეეხება ამათ, ეს რეპტილოიდები მართლა ძველი რასაა. ესენი ცხოვრობენ სადღაც მეახლოებით 500,000 წელს და ეს მე საიდან ვიცი ახლა ყველაფერი. პენი ბრედლის მონაყოლიდან. ესენი ცხოვრობენ 500,000 წელს. იქ არის კასტური სისტემა. ესენი ვინც თავში არიან თეთრი ალფა დრაკონიელები და მათ აქვთ ფრთები, მერე მიდიან კასტების მიხედვით, როგორც ინდოეთში ახლა მაინც შემორჩენილი კასტა და საქმე იმაშია, რომ ისინი არიან ძალიან აპარტავნები და ამაყები და პენი ბრედლი ყვებოდა, რომ ეს დრაკონიელები იყვნენ კავშირში იმ არისტოკრატ ფაშისტებთან. ფაშისტებს ხო, ის გერმანელები ბრასდებიან, მათ რომ ფაშისტებს უწოდებენ. ნუ გაქცეული არისტოკრატიული ნაწილი, რომელიც გაიქცა ჯერ ანტარქტიდაში, მერე კოსმოსში. ესენი ცხოვრობენ თქვენ იცით რომ კერძო ქვია ამას, როგორც გერმანელები და მაგდაგვარი ასე ვთქვათ გამოყოფილი რაღაც ნაწილი. აქ უფრო რასაკვირველია საუბარი გერმანელზე, მერე ყველა ქვეყანამ დაიწყო კოსმოსში გაფრენა და იქ ოპერაციების რაცხა საიდუმლო ოპერაციების ჩატარება და სხვათა შორის იქ არავინ ყველა შეკრულია. ყველა შეკრულია და ყველა ერთად აკეთებს საქმეს და აქ დედამიწას ერთმანეთს ჭამენ და კლავენ.
და ეს გერმანელები, ამ გერმანელებია საუბარი. როდესაც ამბობენ ატკალოს ცივილიზაცია. და ამათთან ყველაფერი განვითარებულია. ყველა ტექნოლოგიები აქვენ, ვინც კოსმოსშია. კერძოდ, თორემ დედამიწაზე ხალხისგან მალავენ ყველაფერს. და არ უნდა ახლა უცებ გამოაჩინონ, რათა ხალხი ჩავარდება შოკში, ხალხი გახდება ცუდად. ხალხს ამზადებენ ნელ-ნელა. მე მასე ვამზადებდი ჩემ თავს. ისეთი ამბები შეიძლება გაიგო, რომ შენ ხარ მზად იმისთვის, რომ მაგ ამბებს მოусვინო. შეიძლება მოგიწიოს შეჯახება დაუშვათ ვიმე რეპტილოიდთან, ან რეპტილიასთან, ან გველ ადამიანებთან, ან ბევრი სახეობის ჩვენ გონიათ მარტო ჩავართ დედამიწაზე, მაგრამ ბევრი ცივილიზაცია, ბევრი სახეობა არსებობს, მათ შორის არახუმანოიდებისა. მაგრამ ყველას აქვს ცნობიერება და გონება. და პენის ამბობიდან ვიცი, რომ რეპტილოიდები იმისთვის, რომ გახდნენ ადამიანები, ხანდახან ტყავის გადანერგვას აკეთებენ, კუდს იჭრიან და ადამიანის რატომ და ეს დრაკო რეპტილიები, დრაკონიელები, ამათ აქვთ ადამიანის სახე. არა აქვთ მოვდოპირი და ცხვირი, როგორც რეპტილიებს აქვთ. არა, რათა რეპტილიების კიდე სამი სახეობა არსებობს და იჭინკებს ჩვენ რო უწოდებ და რომლის კარიბჭე არის სამეგრელოში სენაკის რაიონში, ხო, ისინი არიან მესამე პარტია ამ რეპტილოიდებისა, რომლებიც ცხოვრობენ მიწის ქვეშ და მე მივხვდი მაგას, რომ როდესაც პენიბრელი მახწერა, ესენი ალბათ აი ეს ჭინკები არიან, რომ გამოდიან ხოლმე, გამოძვრებიან კარიბჭებიდან ნოემბრის თვეში და აშინებენ ხალხს, მთელი სამეგრელო აქვენ შემოვივლი. და ზოგი გენეტიკურ დონეზე უერთდება. და არის ამერიკაში სპეციალური ადგილი, სადაც არის სპეციალური სკოლა, სადაც და დასახლება, სადაც ამ ჰიბრიდულ ბავშვებს ულიან. აგრეთვე არის ამერიკაში უცხოპლანეტელების დასახლება, რომლებსაც აქვთ ისამისფერი რადუშკა თვალის და რომლებსაც აქვთ სხვანაირი წყობა კბილების და მათ ყავთ სპეციალური კბილის ექიმი, რომელსაც ხელწერილი დაადებიეს, რომ ინფორმაციაც არ გაიტანდა არსად. და ამის სიკვდილის დასჯის მიზნით, ესა შიშით. სიკვდილის დასჯის შიშით. ცხოვრების გამოსალმებით შიშით. მას გავაგრძელოთ ისევ ნატალია დიაჩენკო ყვება. მათ არ შეუძლიათ მიწისგან მიიღონ ენერგია. ისე დრაკონიელებს აქვთ ძალიან მაღალი ენერგეტიკა. და იმ გერმანელებს, იმ არისტოკრატებს, რომლებიც გაიქცნენ დედამიწიდან, არ შეუძლიათ ნახევარსაათზე მეტი იმ დრაკონიელების გვერდით გაცვლონ. კვდებიან. ყველა კვდება. ისინი კი არ კლავენ, ენერგეტიკა კლავს მათი. და პენიბრელდის, როგორც ჩვენ ბევრ ადრე დაბადებულ ადამიანებს, გვაქვს რეპტილოიდური ტვინი. დიახ, ყველას გვაქვს რეპტილოიდური ტვინი და კარგი ამბავი მინდა გითხრათ, რომ 2007 წლიდან შეიძლება ამ წლიდან დაიწყო უკვე. დაიბადებიან ისეთი ბავშვები, რომლებსაც ეს რეპტილოიდური ტვინი არ ექნებათ. და ჩვენგან განსხვავდებოდნენ იქნება. ამიტომ მათ შეუძლიათ მიიღონ ენერგიები მხოლოდ ადამიანისგან. აგრეთვე მინდა გითხრათ, ოღონდ გულზე აწაგივიდეთ, რომ ისინი იქ კოსმოსში მიირთმევდნენ ადამიანებსაც. და აგრეთვე იყო ერთი დრაკონიელი ბაფომედი ნარკომანი, რომელიც ძულდა თვით მისიანებს, რომელიც რამდენი წელია უკვე, ესეც პენიბრელის ამბობიდან ვიცი. დაიჭირეს, გალაქტიკურმა სასამართლომ დაიჭირა და სიკვდილით დასაჯა. და რას აკეთებდა ეს კაცი? ამას ჰქონდა კავშირი. არის ორი NASA, ერთი NASA საიდუმლოა, მეორე მიწიერია და არის ცერეუ. ცერეუ შეიქმნა იმის შემდეგ, რაც პირი შეკრეს
იმ არისტოკრატ გერმანელებთან, რომლებიც კოსმოსში გაიქცნენ და შექმნეს სპეციალურად ცენტრალური SCRU, რომ თავისი ოპერაციები ჩაეტარებინათ და SCRU აძლევდა ამ ბაფომეთს ბავშვების სისხლს და ალბათ გაიფიქრებთ დიდების სისხლი რატო არ ვარგოდაო. ბავშვებს ტანჯავდნენ ხო, როდესაც ბავშვი წაწამებ, ბავშვის სისხლში გამოიყოფა ადენოხრომი. უი, მაპატიეთ, ამის გამეორება არ შეიძლება. ხო, აწიმე რო გეტყვით თქვენ ადენო, მიხვდი თქვენ თვითონ და ისე ადამიანთ კომენტარებში მე სპეციალად ვარიდებ, აი, წამომცდა, კარგი, მეც არ გავიმეორებ. ადენო, ხო, აი ამ ქრომს, ამ ნარკოტიკს ეს ამას სვამენ ქალებით, რომ გაიახალგაზრდაო. აი, მავიწყდება, რომ ალბათ ქართული არის ის ჯერ YouTube-ის ცენზურა. არა, მიჩული ქართულად. ქართული ტექსტების გაშიფრას ალბათ და ნაკლებ დროს უთმობენ. თორე რუსულად რომ თქვან, ეს ხელა დაუბლოკავენ რუსულ ვიდეოებს, ბლოკავენ, ვიცი აქედა. ვიცი რომ ბლოკავენ და ამიტომ ვამბობ ამას. და ისინი არიან, მაგალითად, ლირს 3 ავსტრალიონი გაქვს. 3-ვე ვერდებს ვიდეოებს და არის ახლა მისმა მეგობარმა გაუხსნა ავსტრალიონიკა, მე-4 ავსტრალიონიკა. რაღაც დამატებით სიტყვა არ მახსოვს. ხო და ბაფომედი იყო მაგ ნარკოტიკის მოყვარული. თვით მისიანებით მიჩნევდა მაგას უღირსად თავიანთი რასისა. და ისინი არიან პარაზიტული ცივილიზაცია. ჩვენ დედამიწაზე იყვნენ, შეიძლება ითქვას. ალბათ მე გახსოვთ რომ მოგიყევით რომ თუ კომენტარში კიდე დავწერე ერთ სენელთან რომ ისინი ხარკს იღებდნენ, როდესაც მაგრამ ხო, აი ყველაფრის თქვა მინდა ერთად. ისინი ხარკს იღებდნენ და თუ ხარკზე და მონობაზე ვაცამობდა რომელიმე პლანეტის ცხოვრებლები ანადგურებდნენ ამ პლანეტას იმ გერმანელები კოსმოსში ყოფი გერმანელების დახმარებით. და საწყალ ხალხს საერთოდ ყველა პლანეტებს ეშინოდათ ამ ნაცისტები არ არიან ისინი, ამ კოსმოსური გერმანელების. მათ გამოიყენეს ამ დრაკონიელებმა დაბალ ვიბრაციული სურვილები. მაპატიეთ. მათ ამ დრაკონიელებმა გამოიყენეს ხალხის დაბალ ვიბრაციული სურვილები, მათ არ ყოფნიდათ ახალგაზრდა გოგონები. მათ დაიწყეს მოყვანა კუნძულზე არასრულწლოვანების ბავშვების. ისინი მათ აპატიურებდნენ. პატარასაც კი აპატიურებდნენ, რადგან ისინი ასხივებდნენ ტანჯვის ენერგიას. ეს კი მათთვის ყველაზე გემრიელი ენერგია, რომლითაც ისინი იკვებებიან და ამან ყველაფერმა მიაღწია იმ დონეს, რომ ეს ამბავი გაასაჯაროვეს. ხო, მე აქ ჩავწერე რომ გავხსენ მარშალის 5 ვიდეო დავდე მე. მარშალის 5 ვიდეო. თქვენ ახლა გამოაშკარავეს ეს გახსენს ერთ-ერთი ეტაპია. მე სულ გახსნას რომ გავიძახე. ესეც მხოლოდ რამდენიმე ფაილები გამოაქვეყნეს და მე 2 წლის უკან დავდე მარშალის 5 ვიდეო. რომელიც ამ თემას ეხება. 5 ვიდეო. მარშალის სახელი არ მახსოვს. მარშალის სახელია, გვარი არ მახსოვს. თუ ესა გვარი რა მნიშვნელობა მარშალი მოდებნეთ, ეს თავში ბოლოში უბრალოდ ბოლოში უნდა ჩახვიდეთ. და ეს ამის ყველაფერს გიყვით თქვენ და რა ეს ჩადიოდ ეს ჰოლივუდის სახეობები ასეთი არა ადამიანები. ყველას შეიძლება 1 2 3 კაცი იყოს. დანიშნი ყველა არიან კლონები, ანუ რა ვიცი, ურეულები რა არ ხდება. მე დიდი ხანია ეს ნატალია აგზელებს. მე დიდი ხანია თვალს ვადევნებ
რეპტილოიდებს და ბნელ ძალებს. ხშირად ისინი ირჩევენ ქალებს, კურნალებს, თეთმაგებს, რომლებთაც აქვთ დიდი ძალა. ბევრი ხელმომტერი და სტუდენტები მწერენ მე, რადგან ცხოვრობენ რეპტილოიდებთან. პირდაპირ გაგებით, რადგან რეპტილოიდები ხედავენ ამ ქალებში დიდ ენერგიას და დიდ პოტენციალს, მას უნდა მასეთი ქალი ყავდეს, გვერდით შეიძლება მთელი რეპტილოიდური ოჯახი იყოს და ექსპლუატაციას უწევდნენ ასეთ მაგიის მქონე ქალებს. კი, ახლა ისინი არ გამოიყურებიან ფიზიკურად რეპტილოიდებად, მაგრამ არიან ადამიანის სხეულში, მაგრამ არ არიან ადამიანები და ამ შემთხვევაში დასაკვირველი ხდება. ესეც ახალი ამბავი თქვენთვის. და მასეთი ადამიანი ცხოვრობს ენერგიის უკმარისობით. მას ამ ენერგიებს სულ პარავენ. წამყვანი, როგორ უნდა გაარჩიო რეპტილოიდური ცივილიზაცია იმავე ობი იუზერებისაგან. სიტყვა იუზერისაგან, ობი იუზერებისაგან. ნატალია, პირველი რაც მათ გამოყოფს უბრალოდ ადამიანებისგან, რომლებსაც უყურეთ, პირველი ნიშანი, რითაც მაგენი განირჩევიანო ადამიანებისაგან, აქ ძალიან ცუდი ხასიათი. და ეს ის არის, რომ ისინი უემოციო არიან. რეპტილოიდი ყველაფერს აკეთებს პლანომერულად, ანუ გეგმავს. ზოგჯერ ისინი აკეთებენ ემოციების იმიტაციას, იმიტირებას, თითქოს და ემოციები გააჩნიათ. მაგრამ ეს ხელად ეთყობა სახეზე საერთოდ ვინმეს თუ ყალბემოციები აქვს. მაგრამ ფსიქოლოგიური სიტყვებით რომ თქვათ, ის ფსიქოპატია, ანუ ეს რეპტილოიდი არის ფსიქოპატი, რომელსაც არ აქვს არც იმპათია, რომელსაც სიტკივილი გულთან არ მიაქვს და არ ცნობს საერთოდ სიტკივილს, რომელსაც შეუძლია შეგნებულად მიაყენოს ვინმე სიტკივილი, მათ არ აქვთ ემპათია, მაგრამ მათ აქვთ ექსტრასენსორული უნარები, მათ შეუძლიათ ადამიანის აზრების კითხვა, ხშირად მათ შეუძლიათ მოგაჩვენონ თავი როგორც ეზოთერიკოსები, სულიერი ლიდერები, რადგან ეს აყენებდეთ იქნება მათ იმ მდგომარეობაში, როდესაც ისინი ზევიდან დგებიან. ისინი იყენებენ თავიანთ მოწაფეებს, მით უმეტეს მდედრობითი სქესის მოწაფეებს, დედრობითი სქესის ენერგეტიკულ და სექსუალურ დონეზეც, ანუ იყენებენ ამ ქალების, მაგების ენერგეტიკულ და სექსუალურ დონეებს, ისინი ჭკვიანები არიან, წამყვანი. გამოდის ეს ხდება ენერგიების გამო, რად უნდათ ენერგია მათ, ნატალია დიაჩენკო. ისინი ვერ შეძლებენ ენერგიის გარეშე ცხოვრებას, ისინი ხომ ისრაფიან ხელისუფლებისკენ და იმისთვის, რომ ხელისუფლება არ დაკარგონ, ამის სჭირდებათ ენერგია. რატაცერიგათ. ხო. ძველ პირველ მატრიცაში არის კარგად ნაჩვენები, ფილმი. უია. ხო, ფილმ. პირველი მატრიცა. ხო, პირველ მატრიცაში არის ნაჩვენები მათი სისტემა, როდესაც ხალხი არიან ბატარეკები და იტენებიან. მათ შეუძლიათ ეს ენერგიები გამოიყენონ ფინანსური აღორძინებისთვის. ჩვენ ხო ვიცით, რომ ფული არის ენერგია. წამყვანი, თუ არიან ნათელი ძალები, რატომ არის იმის შეგრძნება, რომ იგებენ ბნელი ძალებიო? ნატალია დიაჩენკო, სინამდვილეში არიან ბნელი ძალები,
შეიძლება ითქვას, რომ ნათელი ძალები იყენებენ სხვა სტრატეგიას, არა იმ სტრატეგიას, ესე იგი, რომელსაც ბნელი ძალები იყენებენ. რას ხედავ მე ნათელი ძალების მხრიდან? ჩვენი პლანეტაზე ახლა არის დიდი რაოდენობა უძველესი სულებისა. უზარმაზარი პოტენციალით ნამდვილი თეთრი მაგებისა. სინამდვილეში ახლა მოსულია დიდი რაოდენობა სულებისა. ისინი მოდიოდნენ სპეციალურად, რადგან სჭირდებოდა გამტარებლები, გამცილებლები. ძალიან ბევრი განსახიერდა საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიებზე, რადგან მთავარი მოვლენები მოსალოდნელი იყო იქ. ამ სულებიდან ბევრმა დაიწყო გამოხვიძება და ისინი განიცდიან ბევრ სიმპტომებს, ხედავენ განმეორებად ციფრებს. საათზე ხედავენ დამთხოვებს, ნიშნებს, ზოგს ეხლიდება ექსტრასენსორული სამკურნალო უნარები, ვიღაცას ეწვის ხელის გულები, ზოგი ამჩნევს, რომ მასთან მოდიან ცხოველები, ბავშვები, მას უნდა ცხოვრება ბუნებაში, ან გულაობა ბუნებაზე, ზოგს ესიზმრება სიზმრები, რომლებიც სრულდება, ზოგი რეალურად ხედავს რაღაც გამოსახულებებს. ეს პროცესი შეუჩერებლად ხდება. მიწა იწევს ვიბრაციებს და ყველა ეს სულები გამოიხვიძებს, უნდათ მათ ეს თუ არა და იმისთვის, რომ ნათელმა ძალებმა გაიმარჯვონ ან ბალანს მაინც მიაღწიონ, ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მნიშვნელოვანია გამოხვიძებული სულების რაოდენობა. მე ეს ყველაფერი გადმოვკაჩე და დაწერილი მაქვს ინტერნეტის გაციშვის შემდეგ. მე ახლა ნაწერს ვკითხულობ. ამიტომაც ცოტა სხვანაირი ინტონაცია მაქვს. თან შემოკლებით წერ, რომ ბევრი ადგილი არ დაიკავოს. მე ხა ხომ კატარაქტის ოპერაციის შემდეგ ახლოდან ხედავ კარგად იმას ნაწერებს. ამიტომ და თან უჯრედში მაქვს დაწერილი. უჯრედი მიყვარს საერთოდ უჯრედის რეულები. წამყვანი, როგორ გავარჩიოთ ნათელი და ბნელი ადამიანები? ნატალია დიაჩენკო. ბნელი ადამიანს შეუძლია ნათელი იდეებით შეიმოსონ და ნათელი ხალხი არ გამოიყურებიან ყოველთვის იდეალურად. ხომ გესმით ახლა? მე რა გითხარით? ანუ ბნელ ადამიანს შეუძლია ნათელი თავი სიმოაჩვენოს სხვას, რომ ნათელი ადამიანია, იდეებით სავსეა და ამ იდეებს არ რეკლამირებს და ნათელ ადამიანებს არ შეუძლიათ იდეალურად გამოიყურებოდნენ. ვერ აკეთებენ ამას. იმიტომ რომ თამაში არ შეუძლიათ. მე მოგცემთ ნიშნებს, ამბობს ნატალია. დავიწყოთ ბნელი ადამიანებით. ბნელი ძალას უყვარს ნათელი ენერგიებით კვება და ხშირად ეს ადამიანებზეა უკვე საუბარი, ვინც დედამიწაზეა, იმ ბნელ ძალებზე, რომლებიც ადამიანების ხელშია. და ხშირად ისინი უტევენ ძლიერ ნათელ სულებს. საერთოდ იცოდეთ, რომ ბნელი ძალებს, ვინც ასტრალურ დონეზეა, უყვართ გავახით კვება. ხო. და არ გაიფიქროთ ახლა ზოგმა, რომ ნათქვამი არ ემთხვევა ჩემი. არა. აქ საუბარია იმ ადამიანებს, იმ ბნელ ძალებზე, რომლებიც ადამიანის ხელში არიან და ადამიანური ავატარი ითხოვს უკვე ნათელ ენერგიას. და ისინი, ვინც არიან ასტრალურ დონეზე, იგენი იკვებებიან ნეგატიური ენერგიით, ანუ გავახით, ან ვუშით. და აქ საუბარია მხოლოდ ფულზე კი არა. აქ იგულისხმება ადამიანის გამოყენება სექსუალურად, მაგალითად სექსუალური მუშები, ანუ იგივე მრუშობა, თავის გაყიდვა, მონობა, ეს იგივე მონობა, ან მუშათა მონობა, მუშებს ამუშავებენ უფულოდ. ბნელ ძალებს უყვართ
შეზღუდვები. ხშირად აწვევიან ზღვის სინდისზე ან დანაშაულის ზობაზე, რადგან ნათელის სულები თავდაჯერებულები არ არიან, ყოფანობენ სულ. თავის თავში არ არიან, ხო, დაჯერებულები არ არიან თავის თავში, ყოფანობენ. არ უნდათ სხვებს ზიანი მიაყენონ. თუ ბნელი ძალის წარმომადგენელია ეზოთერიზმის სფეროში, მათ უყვართ შეზღუდვების დაყენება. ანუ ხوارიან ახლა მე გეუბნები თქვენ რომ ბევრი კონტაქტორი სათქვამი არ მოდის რეზონანსში. არიან ბევრი ეზოთერიკოსები, ნეგატიური ძალები, არიან ბნელი ძალები და მათ უყვართ შეზღუდვების დაყენება. ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო. ნათელი ძალის მქონე ეზოთერიკოსი არასდროს არ გეტყვით, არასდროს არ იტყვის, ამას არ უყუროთ, იმას არ უყუროთ. ახლა მე რომ რამდენს ვუსმენ, რამდენიც მე მიმაჩნია ნათელი და რეზონანსში შემოდის, ისინი არასდროს არ ამბობენ, ამას არ უყუროთ, იმას არ უყუროთ. ისინი ამბობენ, ჩვენც არ დაგვიჯეროთ. მეც მაგას გეუბნები, თქვენ შეგიძლიათ მე არ მენდოთ, შეგიძლიათ არ დამიჯეროთ. ეს თქვენი ნება, როგორც თქვენ გული ღებულობს იმ ინფორმაციას, რასაც მე თქვენ გაცდით, გადათარგმნილ ფორმატში და ისინი პირიქით ამბობენ, ისწავლეთ გარკვევა, ისწავლეთ გარჩევა, თხილად იყავით. ხო, ეგ ჩვენზეა დამოკიდებული. მაგრამ როდესაც აი მაგალითად ადრე მე ვუსმენდი უფლოგ ბოვას და ეს კაცი ხო ბევრმა არა მე ახლა ხომ მოწერა მაქვს ისა მაგის ხმოწერილი ვარ იმ არზე გამოწერილი მაქვს უბრალოდ ის არხი ხმოწერილი მეთქი და არ უყურებ და ის ლანძღავს იმათ ვინც მისი ყურება მიატოვა წამოგიგინიათ ხო ახლა თუ სადმე მაგას შეხვდი მე უნდა ისა არხზე ვარი უნდა ვთქვა ასეთი რაღაცები არ შეიძლება რაც ქვია შენ რო არ გიყურებენ იმიტომ ადამიანი უნდა გალანძღო და უნდა შეურაცხო ვისაც რა უნდა იმას უსმენს ახლა მე ვცდილობ სხვადასხვა ვიდეოები დავდვა რომ ადამიანს ეთეგივე ვიდეოებით არ მომაფესრო თავი იმიტომ კი არა თან ეს არ მომაფესრო თავი და მე კიდევ მინდა რომ ჩემი სვენელი ერგოდეს ყველაფერში და თვითონ გააკეთოს ანალიზის უნარი, თვითონ გაერკვეს, თვითონ გააკეთოს დასკვნა და თვითონ გადაწყვიტოს რა ქნას. მეგან არ ვიცი ახლა მეც ბევრ არხზე ვარ, ბევრი არხი მაქვს მე გამოწერილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე იმ ადამიანის მივდევ, იმ ადამიანის ასე ვთქვათ როგორ გიხართ ასლს არა ასევე განა ვინც გამოიწერა ჩემი არხი ახლა მეც მასე ვაკეთებ მე არხს ვიწერე შემთხვევაში თუ ხედავ რომ ზოგი ვიდეო კარგია მაგალითად შემიძლია რაღაც ამოვიღო დადებითი მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მაგალითად მე მისი მიმდევარი ვარ ასევე ჩემთან ვინც ვისაც ჩემი არხი აქვს გამოწერილი ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩემი მიმდევარია უბრალოდ ზოგი ვიდეო მოწონთ ზოგი ვიდეო გამოსაყენებელი შეიძლება სასიკეთო რაღაც ისწავლა ხო და ასე ვაკეთებ მეც მაგრამ მე რა უფლება მაქვს მე ვინმე შეურაცხყოფა მივაყენო იმის გამო რომ მას რაღაც არ მოვწონს არ უსმენს კი ბატონო თქვენ თვითონ უნდა აირჩიოთ თქვენი გზა თქვენ თვითონ გავაგრძელოთ მაშინ ხო და როგორ შესუძეს გვაწესებენ ახლა თავიდან კიდევ მაგალითს მოვიყვა რა კარგია რომ ბევრი რამე მაქვს მოსვენილი და წაკითხული მაგალითად ვედები მე ვედებს თავიდან ვუსვენდი და იქ ამბობენ მაგალითად უსანინი ერთი ვედის მიმდევარი რომ უნდა ადგე 4 საათზე ვაკეთებდი ერთი პერიოდი მე ამას დგებოდი ადრე ყოველდღიურად ვიღებდი ცდილობდი მიმეღო შხაპი ფერშიშოლა გავდიოდი მიწაზე სანამ დავიბანდი რომ ენერგიები დედამიწისგან მიმეღო ერთი წამი გეყოფა 2 წამი და მე არ ვიცი რა მოხდა ესეთი მივატოვე ამის გაკეთება და აი ეს არის
ვისაც უნდა დგება ადრე, ვისაც უნდა დგება გვიან, ვისაც უნდა ძინავს 2-3 საათი, ვისაც შეუძლია არ ძინავს საერთოდ, ვისაც შეუძლია ძინავს 8 საათი, ვისაც არ შეუძლია. ამდაგვარი შეზღუდვები ან ესქენი. აი, თქვენი ოჯახის წევრები მაგალითად მშობლები გეუბნებიან, დიდი ხართ უკვე სკოლა დამთავრებული, სულწვანი და გეუბნებიან, ეს ასე არქნა, ისე არქნა, არა ეს ასე გააკეთე, ისე გააკეთე. ახლა აქანე ბევრს უყვართ საერთოდ უფროსობა, რომც არ იყოს ნათესავი და მშობელი. ასეთ ხალხს თავზე ნუ დაიჭერთ. არავის საქმე არა თქვენ რას როგორ იზამ და როდის იზამთ. ბევრს უყვარს უფროსობა. მეც ბევრი შემიჩნევი ასეთი ადამიანი. ნათელი სულების ნიშნები. ამბობს ნატალია, ისინი სულ ყოყმანობენ. თუ ვისაუბრო ეზოთერიკაზე, ნათელი მასწავლებელი იმუშავებს ნათელი ძალები ყოყმანობენო ვისაუბრო თორა ეზოთერიკაზე. მერე ნათელი მასწავლებლები იმუშავებენ იმაზე, რომ ადამიანის პოტენციალი გაიხსნას, რომ ადამიანს მისცეს რამე, მისცეს წმენა საკუთარ თავში, რომ გახსნას მისი გახსნას მისი ინტუიცია, ინტუიციური უნარები, ასწავლოს მას ორიენტირება, ისწავლოს ამ სამყაროში. სიბნელე გულისხმობს გაყოფას, რომ ყველა ჩვენ წინ არის, ვინც ჩვენ წინ არის, ისინი მასეთები არიან, ცუდები არიან, ჩვენ კარგები ვართ და ასე შემდეგ. სინათლე კი ქადაგებს გაერთიანებას, რადგან წვრილ დონეზე ძველ სულებს ეს ახსოვთ, რომ ოდესღაც ყველაფერი იყო გაერთიანებული. ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. ზოგჯერ ხდება, რომ არტისტ ბნელი ძალების თავაზობენ დახმარება სამაგიეროდ ენერგია მიაქვთ. როდესაც მომღერალი ან მსახიობი ან რომელიმე პოლიტიკოსი აგროვებს ხალხს, ეს ენერგია მასებისა მიდის ბნელი ძალებისაკენ. იგივე შეიძლება ითქვას მიტინგებზეც, ფეხბურთის მე დავამატებდი ფეხბურთის მატჩებს. აბა რა, ფეხბურთის სტადიონზე თქვენ იცით რა ენერგიას აძლევთ სივრცეში. ამ ეს ენერგია მიაქვთ ბნელ ძალებს, ის კი არა პენიბრილის აქვს ნათქვამი. ასე დროს, ასეთი მატჩების დროს, საბჭოთა კავშირის დროს მონიტორები მიქონდათ დრაკონიელებს. მონიტორები ხო არის სტადიონზე, ისინი იშლითებიან ამ ნეგატიური ენერგიით. თქვენ თვითონ თქვით ახლა სტადიონზე შეიძლება იყოს დადებითი ენერგია. ხო და ესე წარმოგიდგენთ ამდენი ხალხი მთელ სტადიონს რომ გავხსეს და თქვენ იქედან მერე სახში წასულები, ეს ხალხი ყველა იქნება დაცლილები. მე შეიძლება ითქვას იგივე მსახიობებზეც, იმიტომ რომ მსახიობი როცა თამაშობს, ის იცლება, რადგან მას უწევს სხვადასხვა როლების შესრულება. იგივე შეიძლება მე მგონი ითქვას ალბათ, მაგრამ კონცერტებზე ვერ ვიტყვი, რადგან იქ უფრო დადებითი ემოცია, კლასიკური კონცერტებზე დადებითი ენერგია, მაგრამ როდესაც კლუბებში დადის ხალხი, იქ უსმენენ ელექტრონულ მუსიკას, ან უსმენენ როკს, მძიმე მეტალს, ამ დროს მხოლოდ ნეგატიური ენერგია ვრცელდება და გროვდება. იმიტომ რომ ეს არის ყველა 4 ნოტიანი მუსიკა. 7 ნოტიანი მუსიკა სუფევს ბუნებაში, კლასიკა არის 7 ნოტიანი მუსიკა. და როდესაც აი ესტრადა, პოპი და ასეთი რაღაცები არის 4 ნოტიან მუსიკას უწოდებენ. ანუ ისინი ენერგიას, ადებით ენერგიას არ იძლევიან. თუმცა ძიმე როკი, ძიმე მეტალი და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება გაარჩიოს შოუ, წამყვანი კითხულობს, როგორ შეიძლება გაარჩიოს შოუ ბნელ მხარესაა თუ ნათელ მხარეს.
ნატალია რა ემოციას იმით გაირჩევაო თუ რა ემოციები იქნება ამ მუსიკის დროსო არიან მუსიკა მე რო თქვი ახლა არიან მუსიკოსები მაპატიეთ ხო არიან მუსიკოსები რომლებისგანაც მოდის რომლებიც ასხივებენ ნათელ ემოციებს არიან მუსიკოსები რომლებიც რომლის მოსმენა იწვევს აგრესიას მაგალითად თქვენ მოხვედით კონცერტზე ცეკვავთ დახტიხართ მეორე დღეს კი ძალა გამოცლილი ხართ წამყვანი არის თუ არა პროგნოზი იმისა თუ როგორ გამოავლენენ თავს ბნელი ძალები 2026 წელს ნატალია დიახ მე მაქვს პროგნოზი რომელიც მე თვითონ გავაკეთე 25 წლის დეკემბერში და მე ვთქვი რომ ინვესტირების ჩადებაში გამოიჩინოთ სიფრთხილე მე კრიპტოვალუტას გულისხმობს მე კრიპტოვალუტის წინააღმდეგი არა ვარო მაგრამ კრიპტოვალუტით ვაჭრობას თავი ისა ბრმად არენდოთო საშიშიაო არის მაგის საშიშროება რომ კრიპტოვალუტა შეიძლება დაეცეს როდესაც გაიხსნა ეპშტეინის ფაილები იქ ამოტიტივდა დეტალები შეიძლება იქნეს მწვავე მოვლენები 2026 წელს ჩვენ ვხედავთ რომ ის უკვე დაიწყო პრეზიდენტის გადაცებით ეს რომელი არ მახსოვს რომელი ვენესუელი პრეზიდენტის გადაცებით აგრეთვე კონფლიქტი ომი ირანში სამწუხაროდ მე ვხედავ რომ თებერვალში სიტუაცია მწვავეა რუსეთ უკრაინას შორის ეს იყო უკვე ხო ეს ძველი ჩანაწერია და ევროპასთან მით უმეტეს რომ ძველი არა თლაძველი არა ეს სადღაც თებერვლამდე მგონი ჩაწერილი არ მახსოვს სიტუაცია მწვანეა მით უმეტეს რომ დამთავრდა მოლაპარაკება ამერიკა და რუსეთს შორის ატომურ იარაღზე მე არ ვხედავ რომ ის იქნება გლობალური კატასტროფა რომ ყველა მოხდება შეიძლება იქნეს ატომური კონფლიქტი ლოკალიზირებული ეს სავარაუდოდ იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ნუ არც ამას დაუჯეროთ ეგ ხოლმე ვარაუდებია თქვენ თქვით მე ვაუქმებ მასეთ სცენარის მე ვაუქმებ ნეგატიურ სცენარის მე ვაუქმებ ატომურ ომს მე ვაუქმებ ყველაფერს ცუდს მე ვხედავ რომ ამ წელს იქნება მზის ამორქვების მომატება ეს უფრო სერიოზული მოვლენაა ვიდრე პოლიტიკა მთელი 25 წელი იმატებდა აღმოფრქვევა ეს კი ნიშნავს რომ დედამიწაზე მოდიან დამატებითი ენერგიები მე ვიწინასთან მეწყვილეო ბლოკაუნდი და ეს ნაწილობრივ დაიწყო სულ სხვა მიზეზით მაგრამ მაინც თითქოს ჩვენ გვამზადებენ თითქოს გაზაფხულზე და ზაფხულში იქნება სიმშვიდე შემოდგომაზე კი შეიძლება დაიწყოს სურპრიზები დაკეტვა და შეზღუდვა ნუ ესეც ვარაუდია ის ყველა ეს ანიშნავს იმას რომ აუცილებლად ასრულდება უბრალოდ უნდა ვიფიქროთ კარგზე სახაერო მოძრაობა შეზღუდვა ლოკალური კონფლიქტები და ვირუსების გამო ეს 2020 წლის ბოლოსკენ უნდა მოხდეს მაგრამ 2007 წელს ვიწინასამეტყველე ახალი დიდი ვირუსი რომელიც შეეხება ბევრს და საინტერესო თემა არის გრენლანდიასთან დაკავშირებით ადრე გრენლანდია არავის აინტერესებდა და ახლა უცებ ყველა დაინტერესდა გრენლანდიით არის ვერსია რომ ყინულების ქვეშ გრენლანდიის ყინულების ქვეშ სხვათაშორის გრენლანდია არის ნარჩენი კუნძული დარია შედგებოდა ჰიპერბორეა უпроსტად შედგებოდა 4 კუნძულებისგან თითო კუნძულზე ცხოვრობდა თითო წარმომადგენელი ერთს ჰქონდა ლურჯი თვალები მეორეს დაიყვნენ მაღლები
მეორენი იყვნენ დაბლები, რაღაცით იყო განსხვავება და ეს სამი კუდური ჩაიჯერა და ეს შიგნით არ ჩაიჯერა და კედლით, მაგრამ კედლითაა გაყოფილი და ეს გრენლანდია დარჩა ჩვენ მხარეს, ჩვენ ტერიტორიაზე. და რომ ეს ყინულები დნება და ბევრი საინტერესო რამ გამოვლინდება, შეიძლება გაშიშდეს უცხოპლანეტელების ბაზები და აგრეთვე იქიდან შეიძლება გამოჩნდეს ეს ვირუსი, რომელიც უფრო ძლიერი იქნება ვიდრე ლაბორატორიული ვირუსები, რადგან ლაბორატორიული ვირუსი შექმნილია ხალხის მიერ, ადამიანის მიერ, ეს ვირუსი კი ძალიან ძველია და მიმართებული ადამიანების იმუნიტეტის დასაქვეითებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ვიბრაციის დონეს, სულის ვიბრაციის დონეს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ყველანი ავიდეთ ჩვენი სულის ვიბრაციის დონეს, ჩვენ არანაირი დაბადება არ გვემუქრება. ადამიანები, რომლებიც არქვევენ სით უვილს აგრესიას, იმყოფებიან დაბალ ვიბრაციებზე, მათ ყველაფერი ემართებათ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოდის ნერვული სისტემიდან, ანუ იმუნიტეტი კი ფიზიკურ დონეზე კი არ გულისხმება იმუნიტეტს, როცა ჩვენ ვახსენებთ, ეს არ არის ფიზიკური დონის იმუნიტეტი. ფიზიკური დონი არ გააჩნია იმუნიტეტი. ფიზიკური სხეულია უბრალოდ და ფიზიკური სხეულის იმუნიტეტი უკვე დამოკიდებულია ეფირული სხეულის იმუნიტეტზე. და როდესაც ჩვენ საუბრობთ იმუნიტეტს, ვახსენებთ სიტყვას იმუნიტეტს, იგულისხმება ეფირული სხეულის იმუნიტეტი, ანუ აურა. აურა არის ჩვენი იმუნიტეტი. თუ აურა დასენებულია სადმე, სიწვეს ფიზიკურ დონეზე გამოვლინებას ყველა დაავადებებისა. დამიჯერეთ, იმუნიტეტი ექიმები რო გაიძახან იმუნიტეტი. არ არსებობს ფიზიკურ დონეზე იმუნიტეტი. თქვენ თუ გინდათ იმუნიტეტი გამოიმუშავოთ, თქვენ სულიერ დონეს უნდა მიხედოთ. ეს არის ჩვენი იმუნიტეტი. წამყვანი. ეკითხება, ხალხი ხშირად ამბობს, რომ ისინი აქედან არ არიან, რომ ისინი ვერ პოულობენ თავიანთ ადგილს. ეს რომელი მხრის ნიშნებია, სხვათა შორის მე სულ მაგას ვამბობდი ბოლო დროს. მე ხო მაგდენი არ ვიცოდი ახლა ეს 90-იან წლებში, 2000 წლებში და ვამბობდი იმ ეზოდოს ვეუბნებოდი ხოლმე. არა ვარ მე გზნობ რომ მე უნდა დაბადებულიყავი უფრო შუა საუკუნეში ან მე არ უნდა დაბადებულიყავი ასე დროს, რადგან მე ამას ვერ ვეგუები, იმას ვერ ვეგუები ან თითქოს და მე ვიხჩო ახლა ბოლო დროს კი ვგზნობდი თითქოს და მე ვიხჩობოდი რომ აღარ შემიძლია. ახლა 2 წელია მე აქ, მესამე წელი ამ ბინაში ვარ და ვიხჩობი. მე აღარ შემიძლია გაჩერება, მაგრამ საწავიდე. იცით რა ცუდად ვარ. ეს იმიტომ რომ ისეთ პირობებში ვარ, სულ დაძაბულობა, სულ ნეგატიური ვიბრაციები მოდის ჩემსკენ. მე ვცდილობ და საკვირველია, მაგრამ მარჯვენა ეტყობა, მარჯვენა მხარეს აურა არის დაზიანებული. იმიტომ რომ მარჯვენა ჩიყვი მაქვს ცოტა გადიდებული და კვანცი 25 მილიმეტრამდე. ხო. და ეს ყველაფერი საიდან გამომდინარე? ხომ გითხარით თუ იმ ტერიტორიაზე სადაც თქვენ იმყოფებით ძალიან ბევრი ნეგატიური ადამიანი ცხოვრობს და იგრძნობა ძალიან დიდი ნეგატიური ძალა, რათა უნდა გააკეთოთ. დასაკვირია სასურველი ადგილი გამოიცვალოთ. მე მინდა გამოვიცვალო ადგილი, მაგრამ საწავიდე. საწავიდი სოციალური მაქვს გაკეთებული. მეორე აქედან წავიდი სოციალურ შეიტან ახალ განცხადებას 10-14 დღე უნდა. შემდეგ პასუხი რომ მოვა, მოსვლას უნდა 1 თვე. შემდეგ ბინისკირაძე შეიტან განცხადებას 10 დღე უნდა. შემდეგ 1 თვე უნდა სანამ პასუხი მოვა. ფაქტიურად მე ვკარგავ 3 თვეს. ამ 3 თვეში მე ხო ბინისკირა უნდა გადავიხადო და თქვენ რომ ნახოთ რა ნესტიანია ჩემი კედლები და როგორ ვიტბორები. 3 თვეა უკვე. არა მე ადრეს ვიტბორებოდი, მაგრამ იმის აგვისტოში სანამ ახალი კარი გაეკეთდებოდა, სანამ აიწიოდა გვერდი დაასხეს და მაგის შემდეგ დაღმართი ჩემსკენ გაუკეთებიათ და მაგის შემდეგ 30 დეკემბრიდან დაწყებული მე ვიტბორები სულ ამ სიცივეში წამოიდგინეთ, მიფუშდება ყველაფერი. და ვერც მოძებ ისეთი სიძვირია, ბინები თლათ აფრენილია ფასები ბინებზე და თან წამოვიდეთ ახლა ჩემთვის 300 ლარით ძვირია. ძვირია 300 ლარი.
მე მივიღე, არა, მე 300-ლას არ ვიხდი, მაგრამ როიქირავ ახალი ფინა გინდა 300 ლარი. მე მივიღე ინფორმაცია, რომ მაპატიეთ. ხო, აი, კიდევ შეგახსენებ თუ რა კითხვა დაუსვა, წამყვანმა დაუსვა კითხვა, რომ ხო, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ვერ პოულობენო თავიანთ ადგილს და ეს რომელი მხრის ნიშანიაო, ნატალია, ეს არის ვარსკვლავური სულის ნიშნები, რადგან ისინი ყოველთვის გრძნობენ თავს თეთრ ყორნებად. მათ უჭირთ გაუგონ ხალხს და ხალხს უჭირთ გაუგონ მათ. ისინი არიან ძველი სულები, ისინი მოვიდნენ სხვადასხვა დროს, ზოგი მოვიდა მაღალ განვითარებული სხვადასხვა ცივილიზაციებიდან, იმისთვის რომ დაეხმარონ ხალხს. ზოგი დიდი ხანია, რაც აქ იმყოფება სულები, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ, აქვთ სხვადასხვა ასაკი, არის ძალიან ახალგაზრდა სულები და არიან ძველი სულები. ვარსკვლავური სულები ხშირად გრძნობენ თავს სხვების გაუბედურებულები. ისინი არიან კეთილი ადამიანები. უნდათ ემსახურონ კაცობრიობას. ისინი ამ მისიით არიან მოსულები. მე მივიღე ინფორმაცია, რომ ეს მისია თქვენი სრულდება. მე ვთხოვეს თქვენ დაგეხმაროთ გამოღვიძებაში, გაგწმიდოთ თქვენი ველი იმისთვის, რომ თქვენ შეიძინოთ საჭირო ვიბრაციები და შეძლოთ დაბრუნება თქვენ ცივილიზაციებში. ამის საშუალება მოგეცემათ და მას არ ექნება როგორც ბევრი ფიქრი დაჯრება ხომალდზე. არა, დედამიწაზე არის პირდაპირ გაგებით კი არა, რომ ხომალდზე დაჯდები და წაგიყვანენ, არა. დედამიწაზე არის სპეციალური კარიბჭეები, როგორც ისმაილ პრეზმა ახსენა 12 კარიბჭე ყოფილა, მე მინახავს ასეთი კარიბჭეები, სადაც არის გასასვლელი სხვა სამყაროებში, ისინი ახლა დაკეტილია. ხო, ისმაილ პრესი ვიდეოში ვთქვი მე, რომ მე-10 კარიბჭე იყო, არის განლაგებული ირანში და ამიტომ მოხდა კონფლიქტი, ომი ამ კარიბჭეების გამო, რომ ეს კარიბჭეები გაინთავისუფლებიათ და გაიწმინდათ. დარჩა კიდე 2, მაგრამ არ ვიცი, ერთ-ერთმა მსმენელმა მომწერა, თქვენო როგორ გონიათო მესენჯერში საქართველოში არისო კარიბჭე ვარსკვლავური და რაც სიმართლეა, მე ამაზე პასუხი ვერ გავეცი. არ ვიცი მეთქი მივწერე, ტყუს ხო არ მივწერდი ახლა იმისთვის, რომ თავი გამომეჩინა. მე არა, ჩემოკარგებო, მე რა თქმა ტყულები, მე მინდა სიმართლე გადმოგცეთ. ხო, ისე სხვათა შორის მაგ ადამიანმა მე დამაინტერესა, ერთი უნდა გავარკვიო, ინტერნეტი მაქვს და მაგრამ ისინი მალავენ კარიბჭეების ადგილსამყოფელს. მე გახსოვთ თქვენ პატარა ვიდეო დაგიდვეთ 7 კარიბჭეთ, რომელიც ზოგი დანგრეულია. მე ამბობს ნატალია, მე გამომივიდაო ინფორმაცია, რომ როდესაც დედამიწის ვიბრაციების დონე აიწევს საკმარის ზღვარზე და ჩვენ გვეყოლება ძლიერი თეთრი მაგები, კარიბჭეების გაღება შეიძლება და იქნება საშუალება წავიდეს კარიბჭეს დახმარებით. ხო, ძველი სულები წავიდნენ კარიბჭეს დახმარებით. მასეთი ერთი კარიბჭე მე ვნახე პერუში და მასე ის გამოიყურება როგორც კვტე. კვტეში არის კარი, ის არ იღება, ის არის მონოლიტური კარი, კარში არის მრგვალი კრიტული, თუ შეეხები მას, იგრძნობ ძლავ ენერგიას. მე ეს ვიგრძენი, მე ნანახი მაქვს, როგორ გავიდნენ ამ კარში წინა ცივილიზაციამ, ასეთი კარიბჭეები ბევრია დედამიწაზე, დროიდების მაგია. ახლა კაცობრიობა დგას გზების განაკვეთზე. ხო, მე რას ვულკად დავწერე, უფრო უცებ არ გამახსენდა, ინტერნეტი არ მქონდა. გზების გადაკვეთაზე, როგორც იყო ატლანტიდის დროს იყო 2 ტოტი, ატლანტიკური ტექნოლოგია და იყვნენ დროიდები. დროიდი იყო სხვათა შორის რამა. დროიდები იყვნენ
ალტერნატიული ცივილიზაცია, რომლებიც ახლოს იყვნენ ბუნების ჰარმონიასთან, ანუ ბუნებასთან იყვნენ ჰარმონიაში და იყენებდნენ ბუნების ძალას მათ შორის თავიანთი ტექნოლოგიებისთვის. ეს იყო ეკოლოგიური ტექნოლოგიები და როდესაც ატლანტიდა დაეცა, დაიწყო სხვა ცივილიზაცია, დაიწყო სხვა ადამიანების ცივილიზაცია. ახლა ჩვენ ვხედავთ, ჩვენ ვდგავართ ისევ ამ გზების განაყარზე. დროიდების ინსტიტუტი, ენერგეტიკური ქარიშხალი. ჩვენ ვიცით, რომ ხელოვნური ინტელექტი ცვლის ადამიანს ბევრ სფეროში და ხალხი ამის გამო იქნება სტრესში, მაგრამ ეს კარგიც არის. ბევრი ადამიანი დაიწყოს ხელოვნებისთვის დროს დათმობას. როგორ უნდა გავიგოთ, რომ გაიმარჯვა ნათელმა ძალებმა ეს მოხდება ხელისუფლების შეცვლით. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრ ქვეყანაში ლიდერები, მმართველები ხნიერი ხალხია და უნდა მოვიდნენ ახალგაზრდა ხალხი. მე ვხედავ, რომ ბევრი ახალგაზრდა ქალები მოვლიან. ხო, მე მგონი ამით დამთავრდა, თუ არ ვცდები. ხო, ამით დამთავრდა. კარგით. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.